მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა ვუწყობ. ჩვენ გადაცემაში შევაჯამებთ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან საკითხებს და გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურე. მოგესალმებით, ბატონ დავით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და კვირის, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ბოლოს რაც მოვისმინეთ ქართული ოცნების მხრიდან, ის არის ის, რომ მათ სურვილი აქვთ მიიღონ ოპოზიციურ პარტიებთან, ოღონდ გარკვეულ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან რაღაც გარკვეული სახის დებატებში მონაწილეობა. ჩვენ გვახსოვს ამ წლების განმავლობაში თუ როგორ იყო მათი მიდგომა, მათი დამოკიდებულება ზოგადად დებატების მიმართ, ზოგადად ტელევიზიებში სტუმრობასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მაგალითად ჩვენ ჟურნალისტებს, ობიექტივის ჟურნალისტებს გამოგვიჩვენია ინიციატივა, რომ აი ესეთ ფორმატში ჩაგვერთო ეს ადამიანები, პირადად მოგვეწვია მათ პრესამსახურებთან მქონია ასეთი კომუნიკაცია, თუმცა ყოველთვის ისე ხდებოდა ხოლმე რომ ან თავს არიდებდნენ, ან არ იღებდნენ მონაწილეობას ასეთი ტიპის დებატებში. ვისთვის შეიძლება იყოს ეს დებატები? იმიტომ რომ თავად კობახიძემ დღეს გაკეთებულ განცხადებაში განმარტა და სხვა მისმა გარემოცვამ თქვეს, რომ კობახიძე არ არის ის ადამიანი, რომელიც ყველას დაუჯდება დებატებში. ეს რა ტიპის განცხადებებია? ვის შეიძლება ედებატონ და საერთოდ როგორ გგონიათ ეს ინიციატივა რამდენად წარიმართება სწორად? შესაძლებელია? ჯერ არაფერი არ მგონია. ჯერ უნდა გავიგოთ საერთოდ რას ნიშნავს ეს. არის ხელისუფლება. ხელისუფლება მიტაცებული აქვს ქართულ ოცნებას. ის ამბობს, რომ ჩემია ეს ხელისუფლება. ვინ არის ოპოზიცია ამათი გაგებით მე არ ვიცი. საერთოდ რას ნიშნავს ოპოზიცია ჩვენ ქვეყანაში? ამათ ყველა პოლიტიკური პარტია მოსპეს ან სპობენ ყველას. პოლიტიკურ ველზე საერთოდ გაუგებარია ამ წუთას რა ძალები. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ძალიან პატარა, არაძლიერი ჯგუფები პოლიტიკური, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის და რაღაც ლიბერალური ფასეულობების ირგვლივ არიან შემოკრებილები. ესეთი ჯგუფები არსებობს, მაგრამ რა პარტიებია ეს? ვაშაძე რომელიც დღეს გამოუშვეს ციხიდან, ვაშაძეს პარტიაში არ იქნება 3 კაცი. არც იყო არასდროს. და ამ პარტიას მაშინაც კი როცა ჩვენ გამოვიკვლიეთ 0.2%-ს ვერ აგროვებდა. 0.2%-ს, მაგრამ პარლამენტში შეიყვანებენ ქართულმა ოცნებამ. რა პროცენტებით? იმ პროცენტებით, რომელიც მოგპარა ჩვენ. თუ უნდათ რომ ვაშაძეს ელაპარაკონ, ილაპარაკონ, რატომაც არ ვიცი რაზე უნდა ისაუბრონ იქ. აბსოლუტურად ასეთივე მარგინალური ჯგუფია იქ გვარამია ან კიდე ვიღაცა. მე ვერ ვიგებ ვიზზე არის აქ საუბარი. ამავდროულად ბატონი კობახიძის გარემოცვა ამბობს, რომ კობახიძე ყველას არ დაუჯდება. დიადი პიროვნებაა და იმიტომ და დიადი პიროვნება და ბუმბერაზი კაცი ხა ყველას როგორ დაუჯდება? ყველას არ დაუჯდება და ვის დაუჯდება? საინტერესოა. ვინ არიან ესენი, ვისაც დაუჯდება ეხლა? ჩვენზე ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ არავინ არა ვართ. ჩვენ არავინ არა ვართ, ჩვენ სრულიად სხვა ხალხი ვართ. სწორედ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ის იდეოლოგია, აი დღეს არსებული ტრადიციონალიზმის იდეოლოგია, ყველაზე ჩამოაყალიბა სისულელია რო ეს თქვა, მაგრამ ყველაზე ძლიერად წაწია წინ. და ამ იდეოლოგიას ცდილობს რომ მოაჯდეს ქართული ოცნება და ვერ ქნა ეს. იმიტომ რომ არ არის ქართული ოცნება თვითონ ტრადიციონალისტი სინამდვილეში. მაგრამ ჩვენზე თქვა ესენი არავინ არ არიანო და მასე არავინ არ არის, ყველა არავინ არაა და ვინ უნდა მოძებნოს, რომელიც ვიღაცაა მათი გაგებით, ჩემთვის გაუგებარია. საერთოდ ეს ერთი თემაა. ანუ ბატონი კობახიძის გარემოცვა შეარჩევს და იტყვის, რომ აი შენ ხარ ვიღაცა და შენ არ ხარ ვიღაცა. ეს რაღაც დროში მოხდება და გავარკვევთ. ჯერჯერობით ჩვენ რასაც ვხედავთ, ყველა არავინ არაა. მე ვიღაცაებს ჩათვლიან. თუ ეხლა ესენი აპირებენ რომ დებატები მოაწყონ თავის ქვედან განყოფილებებთან, ეგ სხვა არის. რატო არის ქართული ოცნება? მას აქვს განყოფილება, დაუმალავია, მაგალითად ხალხის ძალა. ქართული ოცნების ქვედანაყოფია. ახლა რაღაცა გარე ფილიალი შექმნეს
დაარქვეს ნეიტრალური საქართველო. ამათთან თუ აპირებენ დებატებს, არ ვიცი. გაუგებარია ეს ამ ეტაპზე. მე მგონი ეს უბრალოდ სიტყვის მასალაა. მეორე საკითხი ისაა, რომ რა თემაზე უნდა იყოს დებატები. აი, ჩვენ რო გვესმოდეს დებატები რა თემაზე უნდა იყოს. აი, ჩემი აზრით, ნებისმიერი დებატი ჯერ კონსტიტუციურ თემაზე უნდა დაიწყოს, თორე კი ბატონო, შეგვიძლია ვისაუბროთ მაღაზიების თემაზე, ალბათ დღეს ვისაუბრებთ კიდევაც და თუ ჩვენ კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, მაშინ თუ კი არა პირველ რიგში ადამიანების თავისუფლებაზე, კონსტიტუციის დაცვაზე, ამ საკითხებზე უნდა იყოს დებატები და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რაზე? ჩვენ მონარქია ვარ თუ არა ვართ? აი, მარტივი შეკითხვები არსებობს. საქართველო რა ქვეყანაა? საქართველო კონსტიტუციით არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ხო, რას ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკა? ესე იგი, ყველაზე დიდი ძლევამოსილი ორგანო არის პარლამენტი, რომელიც ირჩევს პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრი ხდება ქვეყნის პირველი პირი, პარლამენტის თავმჯდომარე წესით უნდა იყოს ქვეყნის მეორე პირი, პრეზიდენტი ალბათ ქვეყნის მესამე პირი. ჩვენ კონსტიტუციაში ესეც არის საკმაოდ ბუნდოვნადაა, მაგრამ რეალობა ეგ არის? აი, რეალობა ეს არის? რეალობა არის სულ სხვაა. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ფეოდალურ სახელმწიფოში. ჩვენ გვყავს ხელმწიფე. კონსტიტუციით არა გვყავს ხელმწიფე და რეალურად გვყავს ხელმწიფე. ეს ხელმწიფე გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ხელმწიფე ირჩევს პრემიერ-ვეზირს. პრემიერ-ვეზირი დღეს გახლავთ კობახიძე. შემდეგ ხელმწიფე და პრემიერ-ვეზირი ჩვენ ქვეყანაში ნიშნავენ პარლამენტს და დანიშნეს პარლამენტი. პრემიერ-ვეზირი და ხელმწიფე ნიშნავენ მთავრობას, დანიშნეს მთავრობა. პრემიერ-ვეზირი და ხელმწიფე ნიშნავენ მოსამართლეებს, დანიშნეს მოსამართლეები. ესენი წყვეტენ, რომელი პარტიები იარსებებს, რომელი არ იარსებებს. რომელი ტელევიზიები იარსებებს, რომელი არ იარსებებს. ვინ იჯდება ციხეში, ვინ არ იჯდება ციხეში. ყველაფერს ეს ორი ადამიანი წყვეტს ამ ქვეყანაში და ვინც არ მოწონთ, პრინციპში ყველას იჭერენ. ავტომატურად შეიქმნა ნახევარი ქვეყანა ციხედ გადაიქცა. ეს ყველაფერი უკვე გაკეთდა. მიღებული იქნა კანონები, რომ ტროტუარის გამო აგერ უკვე პირველი ადამიანები დააკავეს, იმიტომ რომ ტროტუარზე აწყობენ რაღაც საპროტესტო აქციას. თავად ხელმწიფე ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუა, სადაც ამბობს, რომ ხალხი თუ გარეთ გამოდისო და მიტინგს აწყობსო, ესე იგი რაღაც არა ასწორი და უნდა ყურადღება მივაქციოთო და ახლა ტროტუარზე დგას ეს ხალხი და იჭერენ და ამ საკითხებზე უნდა იყოს დებატები. გაუგებარია ჩემთვის რა საკითხებზე. აი ბატონ დავით, თქვენც ბძანეთ, როგორი იყო დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მაგალითად წლების წინ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ქვეყანაში შექმნილი და ძალიან კარგად ვიცით, სულ ყველამ როგორ მართავდნენ ისინი ქვეყანას, ხომ? და მისი დამოკიდებულება, ქართული ოცნების მიდგომა თითქოს როგორი იყო აი ამ ყველაფრის მიმართ, ჩვენ ყველამ საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცოდით. გუშინ გამოქვეყნდა სხვათა შორის ქალბატონი ირმა ინაშვილის წერილი, სადაც ის საუბრობს იმაზე, პათოსი ყოველ შემთხვევაში ასეთია, რომ ის რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე ვერ გაბედა, თავის დროზე ხმამაღლა ვერ თქვა, ყველაფერი გაახმოვანა ამ წლების შემდეგ ქართულმა ოცნებამ და ყველაფერი შეძლო და ყველაფერზე თამამად რაღაცნაირი ნაბიჯი გადადგა, ხომ? არ ვიცი, რაღაცნაირად ზღვარი რომ წაშლილია, ამას ძალიან კარგად ვხედავთ აი ამ ქალბატონი ირმა ინაშვილის სტატუსზე, იქ პატრიარქის ძალიან მნიშვნელოვან როლზე, მის ქმედებაზე, როგორი მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდა. ზოგადად აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც წამოჭრა მას თავის სტატუსში, აი დავაკავშიროთ ერთმანეთთან ეს ორი პროცესი. ქართულმა ოცნებამ როგორც დაიწყო და როგორ გააგრძელა შემდეგ მმართველობა და ის რაც პრინციპში წერილში წერია და იმეორებს აი ამ სათქმელს. ნუ ირმა ინაშვილის წერილი დიდი წერილია საკმაოდ და ძალიან ესეთი სერიოზული საკითხებია წამოწეული. ჯერ ერთი მამწერილში ჩანს რა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის, ყველანაირი შელახვის სურვილი ჰქონდა როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას სინამდვილეში, ასევე ჰქონდა ქართულ ოცნებასაც. ოღონდ განსხვავება იყო, სააკაშვილი ამას აკეთებდა დაუმალავად, ღიად და ამას ხალხი ხედავდა და ამის გამო შეიძულეს კიდევაც და ვერ მოერია და ვეღარ ბედავდა ბოლოს და ესენი ამას ყველაფერს უწყურად სხვისი ხელით აკეთებდნენ. აი აქ არის ორი განსხვავება ამაში. სააკაშვილის დროს შედგა გეგმა ეკლესიასთან ბრძოლის და ამ გეგმის ბევრი პუნქტები იყო იქ. ეხლა ინაშვილის წერილში მხოლოდ 2 პუნქტი წერია. ჩვენ ამაზე ბევრი ბრიფინგი ჰქონდა და იქ სინამდვილეში ძალიან ბევრი პუნქტები იყო.
უბრალოდ პირველი ორი მთავარი პუნქტი იყო, რომ ყველანაირი შეურაცხყოფის მიყენება უნდა მომხდარიყო პატრიარქისთვის ყველანაირი შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინათ. და ამ შეურაცხყოფების პირველ რიგში იყო, რომ პატრიარქი უნდა გამოეცხადებინათ მამათმავლად. მერე ყველანაირი შეურაცხყოფა ანალოგიური უნდა მიეყენებინათ ეპისკოპოსების უდიდესი ნაწილისთვის, მღვდლებისთვის და განსაკუთრებით ბერმონაზვნებისთვის. რომ ის დედაოები ლესბოსელებად, მამაოები მამათმავლებად და აი ეს მთელი გეგმა იყო. მაგრამ ამის გარდა უნდა წარმოეჩინათ ესენი როგორც ფულისტები, მარტო ფულის გამო სულ გაყიდულები, იქ ბევრი პუნქტები იყო. აი მეორე პუნქტი იყო, რომ ყველანაირად სულ გაყიდულად და ფულის მოყვარულებად უნდა წარმოჩენილიყვნენ და არამღვდელსახურებად. მესამე პუნქტი იყო, რომ უნდა ეჩვენებინათ, რომ ხალხით საერთოდ გონზე არ არის და არ არის რეალურად მორწმუნე და დღესასწაულებს ესწრება და არ ესმის რა დღესასწაულებზე აქვს საუბარი და რისთვის მოდიან ესენი აქ. და უნდა საბოლოო ჯამში წარმოჩენილიყო, რომ მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლები ეს არის აბსოლუტური სიბნელე. აი ეს ყო ეს გეგმა. მაშინ ეს გეგმა მოიტანეს ვარდების რევოლუციონერებმა მიიტანეს სახელმწიფო პირველ არხზე, რატომღაც რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ეწოდება და ჩემი აზრით ეს უბრალოდ სრული იდიოტიზმია. რას ნიშნავს სიტყვა საზოგადოებრივი მაუწყებელი? შეგიძლია ამიხსნა? საზოგადოების მაუწყებელია. თვითონ აი ამ ტერმინის გამომგონებლებს და დამრქვებს ესმით ამ ტერმინის არსი. მნიშვნელობა არის. ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ტელევიზია. რომელსაც რატომღაც დაერქვა საზოგადოებრივი მაუწყებელი და თვითონ ეს სიტყვა წყობა არის იდებილე სრული. და აი ამ პირველ სახელმწიფო არხზე, სახელმწიფო ტელევიზიაში მოვიდნენ ესენი, მოიტანეს ეს გეგმა და იქ ითხოვდნენ აი ამის ამ ფილმების გადაღებას ვიწრო თათბირზე. მაგრამ ინაშვილი იყო პუბლიცისტიკის ჯგუფის უფროსი, სპეცჯგუფი იყო და ამიტომ დაპატიჟ დაუძახეს. ვიწრო თათბირი იყო, იქ ტელევიზია სულ 5 კაცი იყო. ესენი უფრო მეტი იყვნენ. ერთი 7 თუ 8 კაცი იყო თუ 9 და ტელევიზიიდან იყო სულ 5 კაცი. მაგრამ ბუნებრივია, რომ ბედმა არ გაუღიმათ, რომ იქ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა. იმიტომ რომ ეს პირდაპირ დაესხა ამათ იქ თავს. მე ეგრევე ბრიფინგი მოაწყო და აი ამას მოყვა მთელი დევნა, რომ გიჟი ხარ და მე მახსოვს ეს კაცი. მე მახსოვს 3 დღე ყველა ტელევიზია ყვებოდა როგორი გიჟია ირმა ინაშვილი. და ამაში მონაწილეობდა საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტები. და რა მინდა ვთქვა ახლა? და აი ამ სიტუაციაში მთელი ამათი დეპუტატები მე ვგულისხმობ დაცმოძრაობა სააკაშვილის მთელი ჩინოვნიკები, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გამოდიოდა და ყვებოდა, რომ გიჟია ინაშვილი ფსიქიურად ავადმყოფია, გამოიგონა, ეს არ ყოფილა, არ მომხდარა, არა და მოხდა, ხო ეს ყველაფერი. და სწორედ მაშინ პატრიარქთან იყო ეწვივნენ პატრიარქს ესენი ხო მიდიან, ვითომ პატრიარქი უყვარდათ და ეს სააკაშვილის დეპუტატები და ჩინოვნიკები ესტუმრნენ პატრიარქს. ვითომ პატრიარქს პატივსცემენ, ამ დროს პატრიარქს თავსეხსმიან და პატრიარქმა სასწრაფოდ უცებ დაიბარა ინაშვილი და ამ ხალხის წინაშე უთხრა ეს, ამ ხალხის რო შევიდა ინაშვილი, ისეთ სიჩუმა ჩამოვარდა, არ ელოდნენ. ხმამაღლა ამ ხალხის წინაშე უთხრა, რომ ქრისტეს გამო რო დაგიძახებენ გიჟს, ამაზე დიდი რამ არ უნდა ინატროს ქრისტიანმა ადამიანმა, შენ არ უნდა ინატრო ამაზე მეტი რამეო. საერთოდ ქრისტიანმა არ უნდა ინატროს და მერე გვერდზე დაისვა ამათ დასანახად. როცა ესენი იყვნენ სტუმრად. აი ამის მერე შეწყვიტეს ლაპარაკი, რომ გიჟია და ეს თემა გაჩერდა. ეკლესიას კი ებრძოდნენ იმის მერე სულ, მაგრამ აი ამას აღარ ბედავდნენ, რომ ეს რაღაც მამათმავლობა, დედათმავლობა ეს ჩამოხსნეს. და ეს მეტყველებს პატრიარქი ჯერ ესერთი რომ მებრძოლი კაცია და იბრძვის ბრძნულად დაჭკვიანურად და საზოგადოება ვერ აფასებს ბოლომდე ამ კაცის სიძლიერეს და გონიერებას და ისეთი რაღაც ნაბიჯი გადადგა, რომ უცებ ყველა გაჩერდა და ყველამ გაიგო, რომ ეკლესიამ კარგად იცის, რასაც აპირებენ ესენი. მაგრამ აი მოვიდა ქართული ოცნება. ყველაფერს ამას სხვისი ხელით შეასხა ხორცი. აბა გირჩი რა არის? რა არის გირჩი? ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნა ქართულ მოწნევ, თვითონ გირჩი, თვითონ აი ეს მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ნამდვილად ქართული ოცნება
ეხლა ის ამბობს ივანიშვილი არ ამგონია ივანიშვილი დალაპარაკებოდა ზურა ჯაფარიძეს გამორიცხულია, მაგრამ ვიღაცა ელაპარაკებოდა ქართული ოცნებიდან ამ ზურა ჯაფარიძეს ამას თავისპირით ადასტურებენ ესენ. და მოილაპარაკეს და შექმნეს გირჩი. და გირჩის თავარი პირველი ფუნქცია რა იყო? ყველას გონია რომ გირჩის თავარი ფუნქცია იყო უბრალოდ ნარკომანიის გავცე. ჯერ ერთი ნარკომანიის პროპაგანდაც არის უდიდესი ტრაგედია. ამან ძალიან დააზიანა ჩვენი ერი. ჯერ ერთი სინთეტიკური ნარკოტიკი შემოიტანეს აგერ დღეს და შეძენილი შიზოფრენია ემართება ხალხს და გავსებულია საავადმყოფოები და არ იციან როგორ განკურნონ, რა უშველონ, დაიღუპა უზარმაზარი რაოდენობა ახალგაზრდა თაობის. ეს ხო ჩვენი მომავალი თაობაა. ჯერ მარტო ამის გამო არიან სასტიკად დასაჯელები, სასტიკად. ისედაც პატარა ერი ვართ კიდე და რამდენი ხალხი გაანარკომანეს და დაავადეს ამ შიზოფრენიით, ამ სინთეტიკური ნარკოტიკებით. მაგრამ გირჩის მეორე ფუნქცია შეიძლება ამაზე უფრო მთავარი იყო ეკლესიის ნგრევა. ეს გირჩი გამოდიოდა და ამბობდა შენ ხარ დედაო 20 წლის გოგოებს, 19 წლის ბიჭებს, 17 წლის შენ ხარ ეპისკოპოსი, შენ ხარ მამაო, შენ ხარ დედაო, მთელი საკუთარი ეკლესია შექმნეს. ეს ხალხი მოწყვიტეს თლიანად რწმენას, მოწყვიტეს ეკლესიას, უღმრთოებაში გადააგდეს ეს ხალხი. წარმოიდგინე იქ. იქ შემთხვევებიც იყო, როცა გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რაც ყოველთვის დასანანია და წესი ვერ აუგო ეკლესიამ. წესი ვერ აუგო, იმიტომ რომ ეპისკოპოსად იყო გამოცხადებული გირჩის ეკლესიის. ამაზე ვინმე ფიქრობდა, გასაბერი ეკლესიებს გავდნენ და არ დაგვიდგეო. როგორ არ დაგიდგიათ, კაცო, ვიდეო გაქვთ, რომ ჩამოიტანეთ გვაქვს ჩვენ. პარლამენტის შენობაში ეწეოდნენ ჩვეულებრივად ამ საშუალებას. ეხლა მე სხვა რელიგიაზე ვლაპარაკო. პარლამენტის შენობაში ეწეოდნენ მარიხუანას, აბა. ვიდეო გვაქვს გასაბერი ეკლესია რო გაბერეს, კაცო, რას ნიშნავს არ დაუდგიათ. ამას ყველაფერს აკეთებდნენ. ნუ ყველანაირი საშინელება რაც შეიძლებოდა და ქართული ოცნება ვითომ არაფერ შუაში არ იყო. ამ პარტიამ ვერაფერი ვერ აკრიფა. ვერაფერი. ეხლა მაინც 0.8% აიღო, ეს არაა ცოტა 0.8%, ანუ ამდენი ხალხი რო არის ამ ნარკოტიკის გამო და ამ ეკლესიასთან ბრძოლის გამო, იმიტომ ჯარში არ უნდა წასვლა სხვა და მთელი ტრიბუნიდან ვებრძვით ქართულ ოცნებას და არა პირიქით ჩუმად უწყობდნენ გირჩს ხელს და პარლამენტში 3% დაუწერეს, შეიყვანეს და აწევინებდნენ იქ მარიხუანას. და თან ამ დროს პარალელურად გვიყვებოდა რომ კაია მარიხუანა, ვინ ბატონი კობახიძე გვეუბნებოდა რომ კარგია მარიხუანა, ამაზე უნდა დებატები? ეს ყველაფერი ხდებოდა რეალურად და დღესაც ხდება. ვინ აფინანსებს გირჩს დღეს? ქართული ოცნება. საკრებულოში არ შეიყვანეს თბილისის, შეიყვანეს. ორგანიზაციამ 40 რაიონში ვერ დადო სია და თბილისის პარლამენტი, თბილისის საკრებულოში არის. ამათ ქართული ოცნება დღემდე მიზან მიმართულად გაჩავს. ეს არის მათი ფილიალი. აი მათთან ალბათ თავის ფილიალთან დებატები ექნება. გირჩთან, რომელიც მისი ფილიალია და მე ზურა ჯაფარიძე გამოიყო ამ გირჩს, იმიტომ რომ არ მოისურვა მათი მსახურება, ორად გაიყო ეს გირჩი და რომ გამოიყო ზურა ჯაფარიძე და არ მოისურვა ამათთან თანამშრომლობა, ციხეს ჩასვეს. ასე რომ მაგრამ ცრუ პეტრე, რომელიც სააკაშვილის დროს ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, ამათ დროს ცრუ პეტრე მამაცი გახდა. და დაიწყო ლაპარაკი და ესენი ვითომ ხელს არ უწყობდნენ და ამ დროს ყველა ტელევიზია აშუქებდა. ყველა ტელევიზია. მართლმადიდებლური პანსიონატები ვინ დაკეტა? ქართულმა ოცნებამ არ დაკეტა? აბა მე დავკეტე, რამხელა ომი გქონდა ქართულ ოცნებასთან, მაინც დაკეტეს მართლმადიდებლური პანსიონატები. ვინ ამათ დროს დღევანდელის ჩათვლით თან სულ ხვისი ხელით იგივე მიშა სააკაშვილის მომხრე ჟურნალისტები იქნება თუ ვითომ თეოლოგები, ვითომ ისტორიკოსები და ვითომ ექსპერტები და ვითომ გაუგებარი ხალხი სააკაშვილის დროს არ გვიყვებოდნენ რომ ლიპარიტ ბაღვაში ჯობდა დავით აღმაშენებელს და ეხლა გვიყვებიან. ისტორიის შეცვლასაც კი ვიკიპედიაში წერენ რომ შადიმან ბარათაშვილი კარგი იყო და გიორგი სააკაძე ცუდი და გამოდიან აქ და ცდილობენ რომ რაღაც თქვან გიორგი ბიჭო გიორგი სააკაძემ რო არ ყოფილიყო საერთოდ ეს ქვეყანა არ არსებობდა საერთოდ ერეკლე მეორე რო არ ყოფილიყო დღეს აქ ქართველები არ იცხოვრებდნენ. ნუ შევწუხდით ამის მოსმენით რომ ცუდია ერეკლე, ცუდია გიორგი სააკაძე, ცუდია დავით აღმაშენებელი, დავიღალეთ ამ სისულელებით. ვახტანგ გორგასალს აგინებენ, ვის არ აგინებენ. და ეს ყველაფერი ხუთი ნაკლები იყო სააკაშვილის დროს. იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ამას ყველაფერს გზა რატო? იმიტომ ქართული ოცნების თავარი არსი არის რომ ავტორიტეტიანი ადამიანი არ იყოს. იმიტომ რომ ბატონ კობახიძეს ავტორიტეტი არ აქვს.
და თუ ვინმე ავტორიტეტული იქნება, მას ავტორიტეტი არ ესწრებს. ამათ სურთ ყველას მოსპობა. არა მარტო ცოცხალი ავტორიტეტების, წარსულის ავტორიტეტებიც უნდა მოსპონ. აი ამაშია საქმე. და ამის გვირგვინი რა არის? გვირგვინი არის ის მოსმენები, მე მგონი 80,000 ჩანაწერი იყო თუ არ ვცდები რაღაცა, ნუ თითქმის უზარმაზარი ციფრი ჩანაწერებისა, რომელიც სუსისგან გაჟონა და თვითონ სუსის მოადგილე ყოფილი გოგაშვილი ადასტურებს, რომ 2000 ოპერატიული მუშაკი მუშაობდა მოსმენებზე, რომ ადამიანებს უსმენდნენ, იწერდნენ, მერე ამას ტექსტებად გადაყავდათ ეს ჩანაწერები ტექსტურ ფაილებში, ამ ტექსტებში თვითონ ამატებდნენ რაღაც საკუთარ ტექსტებს, ძირითადად სუმღდლებზე. ძირითადად სუმღდლებზე ამატებდნენ ტექსტებს, არა ხო გაჟონა ტექსტებმა, ეს იყო ვიდეოების გაშიფრული ტექსტები. და ამ გაშიფრვის დროს, ამ ვიდეოების ტექსტებს რო შიფრავდნენ, იქ სამღვდელოებაზე სუსი ბინძურეებს ამატებდნენ. და ეს გამოაქვეყნეს და იქ 50-60% ვიღაცების ნამდვილი ამბები იყო, რომელიც არ ეხებოდა ეკლესიას. იქ ხო პირადი ცხოვრებაც იყო, ვიღაცამ თქვა, ხო მე იმას ველაპარაკე. და მე დამაჯერებელი ხდება, რომ იქ უცებ წერე რაღაც ტყუილი ამ მღვდელზე, მაგრამ იმან რო თქვა, ამიტომ ეს დამაჯერებელია და ეს ვინ გააკეთა? ქართულმა ოცნებამ. ეს ვითომ როგორ შეიძლება სუსიდან გაჟონოს თვითონ უზრუნველყვეს ეს გაჟონვა. რომ თლიანად დაენგრიათ, მიზანი იყო ეკლესია, ამათ უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს ეკლესიას და მე ვამტკიცებ, რომ ეს განზრახ გააკეთეს. გააზრებულად, გამიზნულად განზრახ გააკეთეს. ბეტონო და ავტორიტეტების ასე ვთქვათ მისამართით ბრძოლა რომ მიმდინარეობს გუნდ შიგნითაც უკვე ამას ძალიან კარგად ხედავთ ბოლო დროს განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც თავად ქართულ ოცნებაში მათთვის საქები და ნაქები ადამიანებიც კი დღეს ვხედავთ რომ ციხეებში მსხედან უკვე და მომავალშიც არ ვიცით ვის ქართული ოცნების წევრები და ლიდერები თავის ავტორიტეტს არ იქმნიან თავისი ბრძოლით. ავტორიტეტი არის ის, რაც შეიძლება კაცმა შექმნას თავისი შრომით, თავისი დაუღალავი შრომით და დაუღალავი ბრძოლით. და ქართული ოცნების ლიდერები სრულიად სხვა ხალხია. ესენი მუშაობენ მარტო იმაზე, რომ სხვის ავტორიტეტი დაანგრიონ, სხვისი ავტორიტეტს ებრძოლონ და გონიათ, რომ ამით შეიქმნიან საკუთარ ავტორიტეტს. ვერ შეიქმნიან. ამით საყოველთაო სიძულვილის მეც ვერაფერს ვერ იმსახურებენ. ბატონ დავით, რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, იგივე საერთაშორისო დონეზე რა ხდება მაგალითად ევროპის ლიდერებთან, დასავლეთთან რა ხდება, ასევე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენ ვიგებთ იმას, რომ თითქმის საქართველოს ყველაფერს მოწყვეტილია, საქართველოს ყველაფერს ჩამორჩება. მაგალითად წლების განმავლობაში ჩვენ ვიწონებდით თავს იმით, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდით და ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ნომერ პირველი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის წარმოჩენისთვის ასე შემდეგ. აქ არ იქნა საქართველოს მიწვეული, უკვე ზედიზედ მეორე წელია არ არის მიწვეული, ტრამპმა მშვიდობის საბჭოს შეხვედრა გამართა, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი იღებდნენ მონაწილეობას, სადაც მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ მათ უკვე ერთმანეთის გავლით შეუძლიათ ტროირთის გატანა და საქართველოს იმ თავის სატრანზიტო სტრატეგიულ მნიშვნელობასაც კი დაკარგავს სამომავლოდ ალბათ მომავალში და ამისგან შორს არა ვართ როგორც ჩანს. თქვენი შეფასება როგორია, რას კარგავს საქართველოს საერთაშორისო დონეზე და ზოგადად რის წინაშე შეიძლება დავდგეთ ძალიან მალე. ბოდიში კიდე ერთ საკითხს შევეხები და მე გიპასუხებ თქვენ კითხვას, აი ავტორიტეტზე რომ გითხეთ. როგორ უნდა შეიქმნას ხელისუფლებამ ავტორიტეტი, რომელმაც შეწყალებაც კი წამების აქტად გადააქცია? აი მითხარით. აი ხა დაუფიქრდით თქვენ მარტივ რამეს. ნათლის ღებაზე ხდება შეწყალება, ანუ რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდება. ნათლის ღებაა და შევიწყალებთ ხალხს. მე არ ვლაპარაკობ აქ პოლიტიკურ ასპექტებზე. 1000-ობით ადამიანი ელოდება პატიმარი და იმედი აქვს, რომ მოხდება იმ 159 იყო მე მგონი. კი ბატონო. იმ რიცხვში. ის იმედი აქვს, რომ იქ შეიძლება მოხდეს. მათთან ერთად 10,000-ობით მათი ცოლები, ძმები, დები, შვილები, ოჯახის წევრები, ბიძაშვილები, მეგობრები, ყველა მოლოდინშია. ნათლის ღების წირვა ღამის ლიტურგიაა ეს. დასრულდა. კაი, არის სადღაც პატარა
ტაძარი, სადაც ღამე არ ჩატარდა, დილის 9 საათზე დაიწყო და 12 საათზე, დღის 12 საათზე შუადღე დასრულდა. შუადღეს მაინც არ უნდა უთხრა ხალხს, რომ ვის ანთავისუფლებდა ვის არა? და ღამის 12 საათი შემდეგ არა, ჩუმად ხარ, ღამის 11-ის ნახევრამდე ხმას არ იღებ, ღამის 11-ის ნახევარზე 4 კაცს უშვებ, კიდე სხვებს არ უშვებ, რაღაც პროცედურებს გადიან და ხალხმა არ იცის, დამთავრდა ის დღე ისე, რომ ხალხმა არ იცის, ვის გაუშვებენ, ვის არ გაუშვებენ. ამას მე ვამბობ პირდაპირ, რომ გამიზნულად აკეთებენ. აი იმ ხალხს ხო გულს უხეთქავენ ყველას და აშინებენ. მაგრამ გამიზნულად გეუბნებიან, რომ ჩემ ხელში ხარ და აწამებენ ადამიანებს, რომ შეაშინონ. აი ცხოველური შიში რო გაუჩინონ ხალხს, ამიტომ აკეთებენ ამას. ამაზე მეტი უზნეობა რა არის? ეს არის დამონება ზუსტად. აი ამით არის დაკავებული ეს ხელისუფლება და ამ ფონზე კიდე თან შეწყალებამ, ჩვენ თავზე არ ვლაპარაკობთ. 6 თვეა ვეუბნებით, რომ შეიწყალეთ ხალხი, მაგრამ კარგი. თვითონ პრეზიდენტი გამოდიოდა და ევაჭრებოდა პოლიტპატიმრებს, რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და გამოგიშვებთ. და საპატრიარქომ მეუფეშიო მიმართა, საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, მერე მეუფე იაკობმა მიმართა და გამოდიან და აიო მეუფე იაკობიო პოლიტიკურ პროცესებში ერევა. ამას ამბობს გია ვოლსკი, ხო გია ვოლსკი გამოცდილი კაცი, ესეთი განცხადების გაკეთება როგორ შეიძლება? შეწყალების მექანიზმი არ იცნობს ეგეთ ცნებებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, ეკონომიკურ პროცესებში ჩარევა, კიდე სხვანაირ პროცესებში ჩარევა. შეწყალება არის შეწყალება. და იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი ადამიანის შეწყალებით შეიძლება სხვა ნებისმიერმა ადამიანმა მიმართოს. ეს არის ჰუმანიზმის და კაცთმოყვარეობის განმტკიცების მექანიზმი. ეკლესია პირიქით მთელი ცხოვრება მიმართავდა პრეზიდენტებს შეწყალებით. როგორ შეიძლება აქ ეს აბსოლუტურად არასერიოზული, მე ვიტყოდი, სამარცხვინო ლაპარაკი, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. აი ეს რას გავს? ზოგადად მოლოდინი როგორი არსებობდა საზოგადოებაში, მაგალითად მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ ადამიანები ციხის კარებთან იდგნენ ოჯახის წევრები და ელოდებოდნენ, რომ მართლაც ვის გაათავისუფლებდნენ არავინ იცოდა, თუმცა რაღაცნაირად ეს მოლოდინი არსებობდა, იგივე ბოლო დროს დაკავებულ პატიმრებთან დაკავშირებით, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ აქციებზე, ბოლო დროს გამართულ აქციებზე იქნენ დაკავებულები. ბატონ დავით, რამდენად სწორი და მოსალოდნელი იქნებოდა ქართული ოცნების მხრიდან, რომ ეს ადამიანები გაეთავისუფლեն, თქვენ არაერთხელ მიმართეთ ხელისუფლებას, უთხარით ჩვენი ეთერიდან, რომ აუცილებელია ამ ხალხის გათავისუფლება და ციხეებიდან გამოშვება. ელოდებოდით თუ არა ამ ნაბიჯს ბოლოს უკვე მათი მხრიდან, თუ არ გქონდათ ასეთი ტიპის მოლოდინი და იცოდით, რომ ამას არ გააკეთებდნენ უბრალოდ საკუთარი პრინციპული გადაწყვეტილებები? მე კიდე იმედი მქონდა, რომ მე მაინც მქონდა იმედი, რომ რაღაც გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ შევცდი არ მიიღეს ეს გონივრული გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკურ სურათს გააუმჯობესებდა ხომ ბუნებრივი ასეთი ტიპის ნაბიჯის გადადგმა? არა, აქ სხვა რამეა, მე არ გულისხმობდი. იქ არის ძალიან ბევრი ხალხი დაჭერილი, 150 კაცზე მეტია, იქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც არაფრისთვის არიან საერთოდ დაკავებული და მე მქონდა იმედი, რომ ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და ამ ხალხს გამოუშვებს. მე ბევრჯერ მithქოს და ეხლაც ვამბობ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია სანდრო ჭიჭინაძე, საერთოდ არ ვიცნობ მე სანდრო ჭიჭინაძეს. პირადად არ ვიცნობ. ვიცი რომ თეატრალური მოღვაწეა, ხო? კი ბატონო. მე გეუბნებით რომ საერთოდ გაუგებარია ეს კაცი რატოსეს. ეხლა იმის ლაპარაკი რომ რეჟისორი საერთოდ თეატრთან დაკავშირებული ადამიანები ეხლა სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობენ და გეგმავენ. ეს სერიოზულად საერთოდ არ აღიქმება. ეს კაცი არაფრისთვის არაა ციხეში, ეს ერთი თემაა. მაგრამ აქ მეორე საკითხი დგება. ჩვენ ესენი იჭერენ ხალხს სახელმწიფო. აი მე უსვავ ამ ხელისუფლებას უბრალოდ შეკითხვას. 700,000 კაცი რომ მოვა არჩევნებზე, თქვა 750,000 კაცი. და თქვენ გამოხვალ და იტყვით რომ 1,500,000 კაცი მოვიდა და 80%-ს დაიწერთ. აი ამ სიცრუეს და ამ სიყალბეს ხალხი როგორ უნდა ებრძოლოს? აი როგორ უნდა შეებრძოლოს? ამავდროულად, ანუ ხელისუფლებას იტაცებ და ამბობთ რომ მიტინგზე ნუ გამოხვალ დაგიჭერ. ტროტუარზეც ნუ დადიხარ დაგიჭერ. საპროტესტო აქციას ნუ გამართავ დაგიჭერ. აბა რა გავაკეთოთ? აი მე ჩამახედა კობახიძის ტვინში რომ ამიხსნას რა უნდა გავაკეთოთ?
ასეთ უსამართლობას რანაირი გზით ვებრძოლოთ? რანაირით? ნუ კაი ტელევიზორში ვლაპარაკობთ, აი ეს არის, ანუ თქვენ უნდა გააგრძელოთ ქვეყნის მიტაცება და ჩვენ უბრალოდ ტელევიზიიდან უნდა ვილაპარაკოთ ეს. მეტი არაფერი არ შეიძლება. თუ არა და როგორც სანდრო ტიჭინაძე იჯდები. ეს არის ამათი იდეოლოგია და ამას აკეთებენ კიდევაც და გამოფხიზდით ხალხო, გამოფხიზდით. ბატონ დავით, დაუბრუნდეთ ჩემს კითხვას, რომელთაც კითხეთ საქართველოს, ასე ვთქვათ, შეჩერება ქვია ამას ალბათ, როდესაც თითქმის მოკავშირე არ გაგაჩნია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყველგან სადაც რაიმე ტიპის განცხადება კეთდება, გეუბნებიან, რომ შენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეჩერებულია და არასწორად. არა, დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში საერთოდ აღარ არის. უკვე ვთქვი, ჩვენ ვართ ფეოდალური სახელმწიფო. არავითარი დემოკრატია ჩვენთან არ არის. ჩვენ ვართ ფეოდალური სახელმწიფო. ეხლა თქვენ რაც თქვით. ნუ წარმოიდგინეთ, მშვიდობის საბჭო იქნება. ეს არის ახალი დიდი გაერთიანება, ეს მშვიდობის საბჭო. მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ინსტრუმენტი იქნება. ამერიკის ეგიდით, შეერთებული შტატების ეგიდით, აქ იქნება არა მარტო ყველა მოწინავე ქვეყანა, არამედ აქ იქნება ის ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება რაღაც წვლილი შეიტანოს და ესეთი ჩაითვალა, რომ ეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანის და სომხეთის. საქართველოს აქ არ არის. რატომ? ეს არის უზარმაზარი მარცხი და უკუსლა. გავიგე, რომ აბსოლუტურად ბრმა მხარდაჭერები ყავს ქართულ ოცნებას და არაფერი არ უნდა დედამიწაზე, კაი. მშვიდობის საბჭოში მონაწილეობაც არ უნდათ, ანუ საქართველოს საერთოდ არ უნდა არსებობდეს საერთაშორისო პოლიტიკაში, საერთოდ უნდა ჩაიკეტოს ფეოდალების ხელში, ახალი ფეოდალების ხელში უნდა ჩავიკეტოთ. ჩვენ იქ იმიტომ არ შევედით, მაგალითად, რომ ეს ხელისუფლება დაუსრულებელ სისულელეებს ლაპარაკობს იმის თაობაზე, რომ ტრამპს მართავს, რომ გაუგებარი deep state-ი. წერილები მათ მიერ. წერილებს წერს ბატონი ზაზა იმაზე, რომ სოფლიოს მართავს deep state-ი, რომ ტრამპი საერთოდ არ არაობა. ნუ ეს ხო უბრალოდ ჯერ ესეთი ტყუილია, მერე სრული სისულელეა. სრული სისულელეა. და რომ არავინ არ არის ეს ამერიკა და მთელი მსოფლიო და დასავლეთი, რა თქმა უნდა, შენი სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, შენი თავი უნდა დაიცვა და ვიღაცა ანალიტიკოსი ან ექსპერტი რო ჩამოვა, არა აქვს მნიშვნელობა ბრიუსელიდან თუ სტამბულიდან თუ ვაშინგტონიდან და გეტყვის რაღაც სისულელეს, იმას უნდა უთხრა, რომ დიდი ბოდიში არაა საჭირო ესეც სისულელე, არ უნდა გააკეთო. აქ სულ სხვა რამე ხდება. აქ იცი რა ხდება? რომ ჯერ ვიღაცა ევროპიდან, ვიღაც ჩინოვნიკი ამათ თვითონ ჩამოიყვანეს, ეს ჩინოვნიკი ჩვენი განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად დადგა მართლმადებლურ პანსიონატთან. ჩვენც იქ ვიდექით, უთხარით, რომ ხელი არ მოკიდოთ ამ პანსიონატს. ჩვენმა განათლების მინისტრმა თქვა, რომ პანსიონატი უნდა დაიხუროს. ჩინოვნიკმა ევროპიდან თქვა და დახურეს. როცა ის ჩინოვნიკი არავინ არაა და საერთოდ შეეძლოთ ეთქვათ, რომ არა, ჩვენ არ დავხურავთ. და ეგეც კი გაუგებარი ეს ჩინოვნიკის იდეები იყო თუ ეს ამათი იდეები იყო. ესენი ხო სუჭადრაკს თამაშობენ, ვითომ რაღაც კოჭი გაუგორეს, რომ ჩვენ ევროპა ვართ. და ეხლა აიო ის პანსიონატი იმ ჩინოვნიკმა დაგვახურინა. ის ჩინოვნიკი არავინ არ იყო საერთოდ. არ დაგეხურათ. და ეხლა გამოდიხარ და იძახი, რომ მთელი ევროპის ეს არ ვარგა ევროპა, არ კიდე გეუნებით. LGBT-ს თემა კიდე კაი გაჩუმდნენ, იმდენ სისულელეს ლაპარაკობდნენ. იმიტომ რომ ამ თემამ ვერ გაიმარჯვა თვითონ ევროკავშირში. თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში LGBT არ არის აღიარებული ყველგან. არ არის, კი ბატონო, ჰოლანდიაში არის და უნგრეთში არ არის. არც სლოვენიაში არ არის, მაგალითად. და კიდე უამრავი ჩამონათვალია, სადაც LGBT არანაირი ფორმით არ არსებობს. საერთოდ, ესე იგი, ევროკავშირში ყოფნა არ არის კავშირში LGBT-სთან. მათ შორის პოლონეთის მთელი რეგიონები უწევს ამას წინააღმდეგობას და იქ ნაწილი არის, ნაწილი არა, ეხლა პოლონეთმა ძალიან ისეთი მკაფიო და ხისტი პოზიცია დაიკავა. ამას ლაპარაკობდნენ, მე ეხლა ბოლო-ბოლო გაირკვა, რომ ეგრე არაა, ტყუილია. ვინ გაიძულებდათ, რომ ამდენი ბრძანებები შეგესრულებინათ, როგორც თქვენ ამბობთ.
ტყუილია რომ ვიღაცები ურტყავდნენ მუშტებს. ტყუიან, არ ურტყავდნენ. ლაპარაკი იყო ნამდვილად, ზეწოლა იყო ნამდვილად, მაგრამ ამ ზეწოლის მორევა არ იყო ადვილი. ესენი თვითონ ქმნიდნენ ისტერიკებს, თვითონ ამ ზეწოლას ემორჩილებოდნენ, თვითონ იცი რატო ემორჩილებოდნენ? იმიტომ რომ ესეთი პოლიტიკა ჰქონდათ, რომ ყველაფერში კოჭი უნდა გაუგორონ. მერე შეცვალეს ახლა ეს ყველაფერი და ახლა თვითონ რასაჩვებოდნენ, იმად გადააბრალეს, რომ გაიძულებდნენ რას ნიშნავს, ვერ გავიგე. რას ნიშნავს გაიძულებდი, რა წკეპლას გირტყავდნენ და შენ ემორჩილებოდი, რატო ემორჩილებოდი? და ახლა და რა მივიღეთ შედეგი მთელ სოფლიოს დაუპირე. ეს არის კობახიძის პოლიტიკის შედეგი, გაიგეთ თქვენ. კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც გადაამტერა ეს ქვეყანა მთელ სოფლიოს. ქვეყნის შიგნით გადაამტერა ყველას, ქვეყნის გარეთ გადაამტერა ყველას და ხელმწიფე ივანიშვილს ამის გაგება არ სურს. იმიტომ შეპყრობილი ყავს პრემიერ ვეზირ კობახიძეს. ვერ ხვდება ხელმწიფე ივანიშვილი მთელ სოფლიოსთან ომშია. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ამ ომში ვინ ჩაგაგდო, ვინ? აი იმ პრემიერ ვეზირმა. ეხლა ეს შვიდობის საბჭო შეიქმნა, ისევ მოტოვებული ვართ. იქით სომხეთი, აზერბაიჯანი, ვიძახდი ეს ზანგეზური ძალიან საში რამეა. აი ეს ვისთან უნდა ილაპარაკოთ, აი რო ამბობთ კობახიძე, ვის უნდა ილაპარაკოს? ესენი ხო სრული დეგენერატები არიან, აი ეს გვარამია, ეს ვაშაძე. ესენი საერთოდ არც გონიერება აქვს ამ ხალხს. არც სოდეთ, თქვენ გესმიცებთ რა ხალხია ლაპარაკი. ამათი დონე ეს არ არის მეხუთე კლასელის დონე, კაც. ზანგეზურზე რო გავაკეთე, გამოსვლა რომ მქონდა, მე კლიპი ჩაიწერა, სადაც ავხსენი რა არის ეს ზანგეზური და მაშინ ვთქვი რომ ეს ძალიან სწრაფად აშენდება თქო და ეს 8 წელი მომდრო, რა 8 წელი თვალით თუ გინახავთ ის ზანგეზური, იქ გზა მანამდეც იყო უბრალოდ ცუდი გზა იყო ძალიან, ავტობანი იქ არც იქნებოდა და ჩაკეტილი იყო და ეხლა შეხედეთ ვიდეოები და სრული ტემპებით მიდის შენებლობა. მე ადრეს თქვი რომ მაგი 8 თვეში 1 წელიწადში სულ გაშენდება ყველაფერი და მართლა ესე იქნება, უზარმაზარი ფული იდება, ტექნიკა მისეული, ავტობანი კეთდება. და აგერ კიდე მორიგჯერ ამბობენ რომ ჩვენ ზანგეზურის რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ საქართველოსდან აღარ იქნება ზანგეზურის გავლენა, საქართველოსდან აღარ წავა აზერბაიჯანიდან საქართველოს. ზანგეზური წავა აზერბაიჯანიდან. ჩვენ ამოვარდებით დავკარგავთ ფულს, ნუ რას იზავ? რამეს ვთავაზობთ არაფერს. საერთოდ მე სულ ვიძახდი რომ რა გააკეთა, აი მე 14 წელია ხელისუფლებაში არიან. წინაჯერზე გადაცემა გავაკეთე კომპიუტერულ სისტემებს. და ვილაპარაკე რომ ჩვენ მომავალი ეკონომიკის არის კომპიუტერული ტექნოლოგიები. აქ შეგვეძლო დიდი ხანია 20 და 50 მილიარდი დოლარი შეგვექნა. და ჩვენ ყველაფერი რაზე იყო აგები, იმიტომ ცოდნა არა აქვს ამ ხელისუფლებას, ყველაფერი ბენზინი, გაზი, ტრანზიტი, სხვა არაფერი. ახლა აგერ გისპობენ ამ ზანგეზურით, ეხლა რას იზავთ? აქ ძალიან ბევრი პრობლემებია. კიდე გეუბნებით, ეს არის ფეოდალური წყობა და თანაც ეს არ არის ჭკვიანი ფეოდალური წყობა. ფეოდალური წყობის გამო ამათ არ უშვებენ არც მშვიდობის საბჭოში და არცად, ესენი მოწყდნენ მთელ სოფლიო პროცესებს. მოწყდნენ იმიტომ რომ ბატონმა კობახიძემ, პრემიერ ვეზირმა მოწყვიტა ყველა პროცესს ქვეყანა. ყველა პროცესს და არაფერი ახალი ეკონომიკური მექანიზმი ამათ არ შექმნეს. ეხლაც კი მაღაზიებზე რასაც აკეთებენ, ერთი ჭკვიანური წინადადება არ უთქვია. კიდევ გამოგზანდა დღეს თუ გუშინ პრემიერ ვეზირი დღეს და თქვა რომ აი ჩვენ, ბჭო რა თქვენ? წლებია ვლაპარაკობთ ამ მაღაზიების პრობლემებზე. თქვენ კი არა, თქვენ ისმენთ ამას ჩვენგან. კი ბატონო. და აიო ოპოზიცია ამბობს რომ ხა ფასები არ უნდა დაუწიოთო. ვინ არის ეს ოპოზიცია? ოპოზიცია ვარ ჩვენ. და ვიღაც ნაცმოძრაობის დებილები ამბობენ რომ ფასმა არ უნდა დაიწიოს, ეს არაა ოპოზიცია. აი ბატონ დავით, დიახ, აი ამ თემაზეც მინდა დაუცებოდ მეკითხა, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის ყველა ეთერში ვსაუბრობთ იმაზე, რომ თითოეულ ოჯახზე იმოქმედებს ის თუ ქვეყანაში ფასები დასტაბილურდება. წლებია ამაზე გადაცემებს უძღვებით, ადამიანები პირდაპირ ეთერში რეკავენ, მათი სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ და როგორ აფასებთ იმას, რომ საგამოძიებო უწყება შევიდა სხვადასხვა მსხვილ ქსელებში და რაღაცნაირად ვხედავთ, რომ აი ამ მიმართულებით დაიძრა თითქოს პროცესი. როგორ ელოდებით პროცესების ეს არ არის პროცესის დაძრა. ეს არის რუსული სიტყვა ვიდუხა. ეს არის უბრალოდ შექმნა.
შეფუთვის პროპაგანდა, რომ აი ჩვენ მოქმედებთ. ეს არ არის მოქმედება. თქვათ შევიდა საგამოძიებო სტრუქტურები, თქვათ ამის გამო შეშინდნენ და რაღაც ფასები დაიკლო. რა მერე? აი პირველი პუნქტი შევიდა საგამოძიებო სტრუქტურები და ფასებმა ამის გამო თქვათ დაიკლო კიდეც. მერე რა? ეს არ წყვეტს პრობლემას. აქ პრობლემა სულ სხვა რამეა. ბევრჯერ ამიხსნია, აი ჭიქა. ამ ჭიქის დამზადება დაუშვა ჯდება 50 თეთრი. მე ვარ მწარმოებელი. მე რომ დამიჯდა 50 თეთრი, მე დავადე კიდე 10 თეთრი ჩემი მოგება და შევიტანე მაღაზიაში 60 თეთრად. მაღაზიაში ეს ჭიქა გაიყიდება ლარ და 10-ად. ანუ რა გამოდის? 50 თეთრი თვითღირებულება იყო. 50 თეთრს წაიღებს მაღაზია და მე რეალურად ვინც ვიშრომე და ეს ჭიქა შევქმენი, სულ მივიღებ 10 თეთრ მოგებას. და ამ ლარ და 10 თლიანად გადაიხდის ყიდველი. ყიდველი დანაკარგშია, მან 50 თეთრით მეტი გადაიხადა. წარმოებელი დანაკარგშია, მან სულ 10 თეთრი მიიღო მოგება, მაღაზია მოგებაში, რომელმაც არაფერში 50 თეთრი აიღო, მარტო იმაში, რომ მის მაღაზიაში გაიყიდა. მაგრამ არც ეს არის კიდე უფრო დიდი ტრაგედია იცი რა არის, რომ მე ვერ შემაქ ეს ჭიქა იმ მაღაზიაში. ვერ შემაქ, იმიტომ რომ იგზის ვიღაცა მენეჯერი, ვიღაც სრულიად გაუნათლებელი ჟღვლინტ მოუწმენდავი ბავშვი, რომელიც წყვეტს, ესე იგი, შევიდეს ჩემი ჭიქა თუ არა. და გადაწყვეტა პრობლემი სულ სხვანაირად ხდება. სულ სხვანაირად. აქ უნდა იყოს კანონმდებლობა, ჯერ ეს ერთი ყველა მაღაზია და მე საერთოდ თვლი რომ ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა დაადგინონ აი ამ საქონლის სამართლიანი წესები, თანაბარი წესები ყველასთვის. ნორმატიული აქტი უნდა განსაზღვრავდეს რა წესებით ხდება პროდუქციის შეტანა, რომ ყველასთვის იყოს თანაბრად და სამართლიანად. ეს ყველაფერი. აი ეს არის პირველი პრობლემა. მაშინ გაიხსნება ეს მაღაზიები ყველასთვის და აღარ იქნება მე რა რომ შემფლობელი ხარ, არა გაქვს უფლება, თუ მე ვაკმაყოფილებ მოთხოვნებს და წესებს, ჩემი პროდუქტი უნდა შევიდეს შენ მაღაზიაში და შენ ხელი ვერ უნდა შემიშალო. მე იქ კიდე სხვა წესებია. იქ იწყება მე მენეჯერი, რომელიც ჩემ პროდუქტს უკანდებს და სხვა პროდუქტს წინ წამოწევს, ჩემსას მალავს, საწყობიდან არ მოაქვს. აი ამ ყველაფერს რეგულირება ჭირდება. რომ ვიღაცა მენეჯერების ხელში არ იყოს ეს თემა და რომ წარმოებლისთვის, შემქმნელისთვის და მყიდველისთვის იყოს კომფორტი. თორე აქ მთელი მაფია შეიქმნა. აქ მარტო ფლობელები კი არ არის, აი ეს მენეჯერებია დასაჯელი. ეს თავხედობის წარმოუდგენელი დონეა იქ რაც ხდება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ასევე მნიშვნელოვანია ბატონ დავით ალბათ ის რომ არ იყოს ეს რაღაცნაირ ხელოვნურად თუნდაც აი 2-3 თვის განმავლობაში დაწეული ფასები, იმიტომ რომ აპრილის ბოლომდე უკვე როგორც გავიგეთ ქართული ოცნების მხრიდან ის პროცესი დასრულდება და ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ შედეგს, გასაგებია, თუმცა ეს არ უნდა იყოს 1 და 2 თვის განმავლობაში ხელოვნურად დაწეული და შემდეგ იმის საშუალება არ უნდა არსებობდეს რომ ხვალზე ისე მოემატოს ფასები. ქართულ ოცნებას თვითონ ამოცანა არ ესმის. აქ ფასის დაწევა კი არა უბრალოდ, აქ თავარია თანაბარი, თანასწორი კონკურენტული გარემო შექმნა, რომ უამრავი ადამიანია საქართველოში, ზოგი ღვინოს ასხავს, ზოგს ვაშლი აქვს, ზოგი ჭიქას ამზადებს, უამრავი. რომ განვითარდეს წვრილი ბიზნესი, მათთვის უნდა გაიხსნას ეს ქსელები და მათ უნდა იცოდნენ პირობები, რა პირობებითაც შევა მათი საქონელი და არ ვიღაცა მენეჯერი არ ჩაუკეტავს და მერე რა პირობებითაც გაიყიდება და ვიღაცა არ გადამალავს საწყობში მათ საქონელს. ეს არის მთავარი რომ გაიხსნას ბაზარი, მაგრამ აი ამის არც სოდნა და არც გაგების უნარი მე მგონია რომ ქართულ ოცნებას არა აქვს და გიყვებით აგე რა. კი ბატონო, თქვენ მუდმივად საუბრობთ ხოლმე იმაზე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ასეთი სწორი ინიციატივა, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორი მიდგომა არის აუცილებელი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი ვაჩვენთ. მე ვფიქრობ, რომ ის, რომ თუნდაც ქართულმა ოცნებამ საუბარი დაიწყო ამ თემაზე და წინა საახალწლო ახალი წლის დღეებში ზუსტად გამოვიდნენ და ამაზე განცხადება გააკეთეს, ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი აქვს თვითონ ობიექტივს და ჩვენ ყოველდღიურ გადაცემებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. იყოს. ამათ რო გააკეთეს ეს განცხადება, იმის მერე ფასებმა მოიმატა. კი ბატონო. მოიმატა იმის მერე ფასებმა. 1 იანვრიდან თითქმის ყველაფერ თამბაქოზე მათ შორის. ყველაფერზე მოიმატა ფასებმა და ეხლა ფასებს დაწევენ რა. 1 იანვრის ფასებს დაუბრუნებენ 31 დეკემბრის და ეს იქნება ფასდაკლება. 31 დეკემბერს იყო უკვე ფასები 85%-ით მეტი. ანუ ეს მორიგი ტყუილი იქნება ეხლა.
ბატონ დავით, შევთავაზოთ მათ გეგმა, ისეთი მასშტაბური სახე როგორ უნდა მიეცეს იმას, რომ რეალურად ქმედებას ქონდეს რაღაცა კონკრეტული შედეგი, გრძელვადიან პერსპექტივაში. არავის პერსპექტივაში. გეგმა არ აინტერესებს. ქართული ოცნება გვისმენს ჩვენ ყურადღები და მე ამ იდეებს, როგორც საკუთარ იდეებს წარმოაჩენს ხოლმე. ესენი არ არის კონსტრუქციული ხალხი და ამათ არ უყვართ, რომ ვიღაცას რაღაც ცოდნა ქონდეს და ეს გამოჩნდეს. ესეთი რამე ამათ არ უყვართ. ამათან სულ სხვა არის, უნდა გამოჩნდნენ ვითომ ესენი, რაც არაფერი არ იციან, უნდა წარმოჩნდნენ, რომ ვითომ რამე იციან. ეს სულ სხვა რაღაცაა, სხვა ხალხია, სხვა მექანიზმებია. აქ ბოროტების მეტი არაფერი არ არის. ეს არის წარმოუდგენლად ბოროტი ხალხი, რომელიც თეს გარშემო ბოროტებას. ამათ არ უყვართ ქართველი ხალხი, არც სამშობლო უყვართ, არც არავით არ უყვართ. ეს არის უბრალოდ ფეოდალური სახელმწიფო კი არა, ბოროტი ფეოდალური სახელმწიფო. ასევე ბატონ დავით ამ კვირაში გამოქვეყნდა, ასე ვთქვათ, ტელეკომპანია იმედის გვერდზე ვნახეთ ჩვენ ასეთი ის, რომ კორუფციის დონით საქართველოს რაღაცნაირად თითქოს დაბალია კორუფციის დონე საქართველოში და ევროპის წევრ ქვეყნებს მე-20 ადგილზეა და ასე შემდეგ. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ასეთი რამე და იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ თავად თანამდებობის მაღალი, აი რა კომენტარი შეიძლება მართლაც ამაზე. როგორ შეიძლება ეხლა მთელი მთავრობა ჩასვეს კორუფციის გამო? კიდე ჩასვავენ. მე ხო წინაჯერზე ვთქვი, რომ კიდე გაგრძელდება დაჭერა და თან გვეუბნებიან, რომ კორუფციის დონე 20. ეს არის უზარმაზარი უპატივცემულობა ხალხის. კიდე ვამბობ, ეს არის ბოროტი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც არავის პატივს არ ცემს. ეს იმ პატიმრების შეწყალებაშიც გამოჩნდა, რომ არავის პატივს არ ცემენ. ესენი საერთოდ არ ადარდებთ, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორე, რასაც უნდა ლაპარაკობენ. საერთოდ ბოდიში და სუფეხებზე კიდიათ ხალხის რეაგირება რა იქნება. აი რასა ყველამ გაიგო უკვე რომ კობახიძემ შეიძლება 30 ტყუილი თქვას და 30-ვე ერთმანეთს ეცნაამდეგება. არ ადარდებს ეს ბატონ პრემიერ ვეზირ კობა, არ ადარდებს. ნუ ლაპარაკობს რასაც უნდა და როცა უნდა. არც მრჩეველი ყავს რომელიმე რომ ვინმე მურჩიოს რომ ამ სისულელებს ნუ ლაპარაკობს. რაღაცა ილაპარაკეს სხვა. ეს ალბათ იმაზეც უსვავს ხას, რომ რა დამოკიდებულება აქვს საკუთარი ამ მომრჩევლის მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არ აყავს ამ მომრჩეველი რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს, ამ ხალხს ამ მომრჩეველი არ აყავთ. ესენი არჩევნებს არ ატარებენ შედეგს, რასაც უნდა ფურცელს გამოვლენ, პარლამენტს ნიშნავენ ესენი, საკრებულოებს ნიშნავენ. გამოვლენ დანიშნავენ, გვეტყვიან, აი ამდენი ხალხი შევა ეს, ამდენი ეს, თქვენ არავინ არ შეხვალთ, მორჩა. ამათ ყველაფერი ის გააკეთეს, რაც მიშას უნდოდა. მიშა სააკაშვილს იგივეს გაკეთება უნდოდა პარლამენტში, ვერ გაბედა. ამათ გააბედეს. ყველა გეგმა რაც ქონდა სააკაშვილს ხორცი შეასხეს. იმასაც ფეოდალური სახელმწიფო შექმნა უნდოდა, აბარა. ბატონ დავით, როგორ უნდა გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ისე პროცესები, რომ მივახციოთ აი ახლა წინაჯერზე ვიძახთე, რომ ძალიან საერთაშორისო გამოძიება დაიწყება ქიმიურ მოწამვლასთან. ხო ხედავ, მთელი ევროპარლამენტი ითხოვს საერთაშორისო დაიწყება თქვენ საერთაშორისო გამოძიება. დაიწყება და ვერ გაექცევა ეს პრემიერ ვეზირი კობახიძე ამას და მხარდამჭერიც არავინ არ ეყოლება. იმიტომ რომ ყველა მოიძულა, 200-ჯერ ხელი გაუწოდეთ, არ მიიღო. ჩვენ საერთოდ ძულ ვართ ამ კაცს, ვერ არაფერი დაგვიშებნა, არა აქვს მნიშვნელობა. ყველა მოიძულა, ყველასთან ომში შევიდა, ვერ გაექცევიან ესენი თქო ამას. ამათ ხო გონიათ რომ აი ესე ნახავენ როგორ დამთავრდება ეს. კი ბატონო. თავად გაუგზავნეს BBC-ს უკვე ამასთან დაკავშირებით სარჩელი და უთხოვენ ბოდიში მოიხადოს. აქაც ტყუილი შექმნეს ისეთი ვითარება რომ ვითომ სადღაც უჩივლეს ამათ. დიახ. ისეთი შტაბ-ეშტილება შეიქმნა რომ ვითომ სასამართლოს მიმართოს სასამართლოს თუ არ ეშინიათ, რატო არ მიმართოს? ხალხს უთხრათ რას უჩი, ყველა ტელევიზიას ყავს სამეთვალყურეო საბჭო ან მსგავსი ორგანო. აი ამ საბჭოს მიმართეს და უთხრას რომ შენი გადაცემა არ მოგწონს. როცა BBC ეგეთ გადაცემას აკეთებს, ის სამეთვალყურეო საბჭოს ჯერ უთანხმებს ამას. რა თქმა უნდა, BBC-ზე გადის გადაცემები, რომელიც არაა შეთანხმებული სამეთვალყურეო საბჭოთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან, მაგრამ ეს ამ ტიპის დოკუმენტური ფილმი, რა თქმა უნდა, მთელმა სამეთვალყურეო საბჭომ ნახა და ეხა იმათ რომ ეუბნები, რომ შენმა ჟურნალისტებმა ნახე რა, იმათ რა უპასუხეს? ძალიან მამაცი ჟურნალისტები ყავს და დავიცავთ. და ქართულ ხალხს ატყუებ, ვითომ სადღაც ამათ რაღაც სასამართლო პროცესის შექმნია. არაფერი არ შეუქმნიათ, ყველაფერი ტყუილია. იცი რატო? იმას უნდა რომ ამათ სასამართლოს მიმართონ. იმიტომ რომ მაშინ სულ გაანადგურებენ და ესენი აი ეს სულ თამაშები. კი ბატონო, დრო ამოგვეწურა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელსა და რადიო მსმენელს გეტყვით, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხან-მოურავი გსტუმრობდა, არ გადართოთ, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.